შინაგანი ხმა გვარნახობს, რომ უნდა ვიყოთ ბედნიერი. წარმატებული და კეთილდღეობით სავსე, მაგრამ სამყაროში აღმოჩნდება ხოლმე ხელი შემშლელი ფაქტორები, რომელიც წინააღმდეგობას გვიქმნის. ჩვენ ამ ყველაფერზე ხშირად ვბრაზდებით, გვაქვს ხოლმე უკმარისობის შეგრძნება და ის განცდა, რომ რატომ მაინდა-მაინც მე, რატო ჩემს თავზე სხვა ხომ ამ ყველაფერს მარტივად იღებს და რატომ მებრძვის სამყარო მე. მინდა რომ გიპასუხოთ აი ამ მნიშვნელოვან კითხვას. თქვენ სამყარო ნამდვილად არ გებრძვით, თქვენ აღზრდას, განვითარებას და სწორ წარმატებულ სვლას ცდილობს და ყოველი უხერხული ნეგატიური მოვლენა ან შეფერხება თქვენ ცხოვრებაში არის კიდევ ერთი გამოცდა და ის მაჩვენებელი, რომელიც გეუბნებათ, რომ რაღაცაში შენ სწორად არ მოიქეცი, შენ ვერ მიიღე ის ცოდნა, ის განვითარება, ის გამოცდილება, რომელიც საჭირო იქნებოდა. თუ ერთი და იგივე შეცდომას მუდმივად ცხოვრებისეულად იმეორებ და აი ამ შეცდომის, მოდით ვთქვათ, გადალახვის მექანიზმები ვერ შეიმუშავე, სამყარო ამას დაუღლელად ყოველთვის გაიმეორებს, იმისთვის, რომ შენ სულიერ განვითარება, შენ სულიერ მისიას, შენ სულიერ ზრდას ჭირდება ის, რომ შენ იცოდე აი ამ მიმართულებით თავის დაცვა. როცა ადამიანი დედამიწაზე მოდის, მას ენიჭება პირველი წინა ცხოვრების, ან მოდით დავარქვათ, საგვარეულო, როგორც გინდა ისე შეგვიძლია აღვიქვათ, გამოსწორების ვალდებულება. არის რაღაცები, რაც ჩემმა წინაპრებმა ვერ შეასრულეს, რაღაცები, რაც დაარღვეს, სადაც სუსტები იყვნენ, ის ძალა, რომელიც მათთვის იყო გასაძლიერებელი, თუნდაც შენ წინა ცხოვრებაში ის დანაშაულები, მოქმედებები, რომელიც ამ ცხოვრებაში შენი ზრდისთვის და კეთილდღეობისთვის არის გამოსასწორებელი. შესაბამისად, სამყარო ქმნის შენთვის ესეთ სცენარებს, მოდესა სპექტაკლებს, რომელშიც შენ თამაშობ და გვხვდება სხვადასხვა სახის ადამიანები, ძირითადად მსგავსი. კითხვა როცა ჩდება, რატომ მოვიდა ჩემთან ადამიანი, რომელმაც ჩემი მოტყუება გადაწყვიტა, პროვოკაციაზე წაიყვანა ჩემი ცხოვრება, დავკარგე მის გამო ყველაფერი ის, რაც გამაჩნდა, აქ სწორი კითხვა ჩდება ის, რომ შენ მას კიდევ ერთხელ ენდე, არ გადაამოწმე, შენი თვითშეფასება და ამ შემთხვევაში გაცნობიერება არ იყო საკმარისი და კიდევ ერთხელ სამყარომ შეგახსენა ის, რომ მსგავსი პრობლემები უნდა იყოს მართვის ქვეშ, უნდა იყოს მოგვარებული. უბედურება სწორედ ის არის, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ანალოგიური სიტუაციის განმეორების შემთხვევაში შენ ზუსტად ასევე მოიქცევდეს და იმდენივეს დაკარგავ. ამიტომაც ცხოვრებაში იმ გამოცდილებას ვერ აღიქვავ, ვერ იღებ, რაც გჭირდება. როგორც კი ადამიანი თავის სულიერ გამოცდილებით, ცნობიერებით აი ამ პრობლემას გადალახავს და გააცნობიერებს, მსგავსი შემაწუხებელი ამბები წვეთს უშუალო ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, ფორმირებას ცხოვრების და ბედის წერას. მე მყავს არაერთი ადამიანი, პაციენტი, რომელმაც შეწყვიტა და აღმოაჩინა გარკვეული პრობლემა მის ცხოვრებაში რატო ხდებოდა, გაანალიზა, რას ასწავლიდა ეს კონკრეტული პრობლემა და მის ცხოვრებაში შეწყდა სრულიად მსგავსი პრობლემა. ეს ეხება პირველ რიგში ჯანმრთელობას. ჩვენი ჯანმრთელობა ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ამ შემთხვევაში კეთილდღეობა არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ემოციებს ვატარებთ საკუთარ თავში, რა განცდებს ვატარებთ ჩვენს თავში. სხეულმა ნებისმიერ დაფრკოლებაზე, ნეგატიურ ენერგიაზე, მოდესთ ვთქვათ, შურზე კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემის გამოწვევა იცის. შენარჩუნებულ აგრესიაზე იცის კონკრეტული ორგანოს, ასე ვთქვათ, ტკივილი ან დაბუჟება ასე შემდეგ. როცა სასიცოცხლო ენერგია გვაკლია, შეიძლება უკვე ვიგრძნოთ ფეხებში სისუსტე. როცა სამყარო ენერგიას არ გვაძლევს და ჩვენი ბედისწერა ჩაკეტილია, ასევე ეს არის ხშირად პრობლემა, ასე ვთქვათ, ფეხებისა და გადამაადგილებელი, ასე ვთქვათ, ძვალსახსროვანი სისტემის, ხო? როგორც კი ჩვენ ვიღებთ შინაგანად უპატივცემულობას, დაკარგვას, როცა ჩვენ გვემატება შიშები, იწყება ფსიქოემოციური პრობლემები, უძილობა, პირველ რიგში ეს არის მოუსვენრობა, შფოთვა შინაგანი, როცა ადამიანი საკუთარ თავს კარგავს, როცა საკუთარ ღირებულებებზე, ფასეულობებზე უარს ამბობს, ის იწყებს საკუთარი თავის ნელ-ნელა განადგურებას. არსებობს ბევრი პრობლემა, რომელსაც ახლა ჩვენ აი აქ ჯანმრთელობის კუთხით არ ჩავმოთვლით, მთავარი
რაც არის, უნდა იცოდეთ ის, რომ ყველა გამოწვევა, რომელიც სამყაროში გვხდება, უნდა შეხედოთ დიდი ანალიზით და გაერკვეთ, რატომ ხდება ეს მინიშნება, ეს მოვლენა თქვენში, რას გასწავლით, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება ერთხელ და სამუდამოდ, რომ 10-ჯერ, 20-ჯერ, 100-ჯერ არ გამეორდეს თქვენ ცხოვრებაში ანალოგიური პრინციპით და არ მოხდეს ამ ყველაფერმა თქვენი ცხოვრების გაუარესება. თუმცა არსებობს ისეთი პრობლემები, სადაც ექსპერტის უკუთხით პროფესიონალის ჩართულობა არის საჭირო მაგ შემთხვევაში, როცა საგვარეულო პრობლემები არსებობს. მაგალითად, ერთი პრობლემა ანალოგიური სისტემით მეორდება ყოველი მამაკაცი 55 წლის შემდეგ ავადდება რაღაც კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემით. აი ამის მორევა უკვე ძალიან რთულია, ამ დროს პროფესიონალის ჩარევა საჭირო. ან მაგალითად ყველა საგვარეულოში ეღუპება თავისი პარტნიორი რაღაც კონკრეტულ ასაკში. ან ეს ანალოგიური სიტუაცია კონტექსტს დავარქვათ, აი ამ დროს, როცა პრობლემა არა ინდივიდუალური, არამედ ისე ვთქვათ, ჯგუფური, ოჯახური არის, აი ამ დროს პროფესიონალის ჩართულობა საჭიროა. მე გირჩევთ იმას, რომ საკუთარ თავთან კომუნიკაცია დაამყაროთ, დასვათ ეს კითხვა და სამყაროში არსებობს ესეთი კანონი, როცა ადამიანი კითხვას სვავს, როცა მას სურს, რომ თავის კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული, სამყარო ამ ინფორმაციას ყოველთვის აწვდის. თუ თქვენ იტყვით რამ ჭირს, რატომ არის ეს პრობლემა, რატომ ჭირს ეს ნეგატიური, ასე ვთქვათ, სიტუაციური წყობები, ყოველთვის მოგცემთ პასუხს. თქვენ თავს რამდენად მოусმენთ, გარემოს რამდენად აღიქვავთ სწორად და იმ ნიშნებს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ პასუხს აუცილებლად მიიღებთ. მე გისურვებთ კეთილდღეობას, წარმატებას, ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით შემდეგ სამშაბათს.